ვიფიქრე, რადგან ამ შემთხვევაში გარკვეულისთვის ზოლავიც უფრო მეტი იქნება, სხვა აზრის გაცვლა უფრო მეტი იქნება, მაგრამ როცა საქმე დოდასთან იდგება, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯობს, რომ რამდენიმე და ნამდვილი მეგობარი გქონდეს. პირველ რიგში მეგობრობა ნიშნავს ერთგულებას და ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი არის ერთგულება. რაღაცების პატიება გვიწევს ურთიერთობაში ყველა ვარიანტში, სხვანაირად ვერ ვიქნებით კარგი მეგობრები, თუმცა არის რაღაც სხვარი, რაზეც არ უნდა გადაცდეს არც ერთი მხარე. თორე ვერ გამოვა მეგობრობა სხვანაირად. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, არ ვიცი, იმიტომ რომ მეორე პატიებია პირველ მეგობრისთვის, შეიძლება სხვა ადამიანი არ პატიებს თავს მეგობარს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება არალოგური პასუხი იყოს, მაგრამ მაინც ამ კითხვის პასუხი არ აქვს. მე ზოგადად ვარ ძალიან მიმტევებელი ადამიანი. ახლა ყველას არ შეუძლია რომ აპატიოს და ყველა არ არის ეგეთი, მაგრამ თან გააჩნია იმასაც ადამიანი რას დააშავებს ისეც შენი ახლო ადამიანი, რასაც ვერ აპატიებ რა. მე მაგალითად ყველასთვის მიპატიებია და ყველასთვის მიმიცია მეორე შანსი და ვფიქრობ რომ ადამიანმა ადამიანს უნდა აპატიოს აუცილებლად. ეს ისეთი კითხვა რომ არ ვიცი ამაზე რა მართლა, მაგრამ რა დავფიქრდე, მე ზოგადად ესეთი ადამიანი ვარ და ადამიანისთვის ება მარტივად შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერს ვერ ვაპატიებ ადამიანს და მეგობარს მით უმეტეს უფრო მეტი მოეთხოვება. მეგობარს ვერ ვაპატიებდი ღალატს და იმედ გასვევებას. რადგან ვფიქრობ, რომ ინტერნეტი ვერ მოგცემს იმხელა საშუალებას, რომ თუნდაც ჩემთვის შეფასება, აი მაღლა შეიძლება აი მაღლა ინტერნეტის ჩემთვის შეფასება, მაგრამ ალბათ უფრო ეს პიროვნული იმაზე არის, რომ ხასიათიდან გამომდინარე, რადგან მე მაგალითად თვით შეფასებას ვერ გამიკეთებს ინტერნეტი, მაგრამ შეიძლება სხვა ადამიანს დამოკარეს. კი, შესაძლებელია, იმიტომ რომ დღესდღეობით ისე მკვეთრად არის შემოჭრილი ინტერნეტი ჩვენ თითოეულ ჩვენგანში, რომ ხშირად არის ისეთი მომენტები, რომ რაღაცეებში ხედავ როგორ ვთქვათ, რაღაცნაირად თუნდაც განვითარების მხრივ, თუნდაც რაღაცა შესაძლებლობის მხრივ, თითქოს შენ რაღაც დაბალ კიბეზე დგახარ სხვებთან შედარებით და ეს რაღაცნაირად გაკომპლექსებს და რა თქმა უნდა, თინეიჯერების ასაკში მით უმეტეს ხშირად სოციალური ქსელები რაღაცნაირად გვიგდებს თვით შეფასებას. რაც ძალიან ჩემი აზრით ამ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურია და გააჩნია ადამიანის თავდაჯერებულობას, რამდენად დარწმუნებულია თავის თავში. ეხლა ზოგს შეიძლება ვერ დაუმრიოს იმდენად თავდაჯერებულია, მაგრამ მე ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, რომ შეიძლება ინტერნეტმა იმხელა გავლენა მოახდინოს ჩემზე, რომ დამინგრიოს რა და ესეც ყოფილა. ამიტომაც ჩემი პასუხი ამაზე არის კი. ჩემი აზრით სკოლა უნდა შექმნას ის გარემო, რომ მოსწავლე მიფიქროს, რომ ეს არის მისი მეორე ოჯახი. მაგრამ ყველა ესე არ ფიქრობს და ვალდებულებად მიიჩნევს, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩემი სკოლა არის ჩემი მეორე ოჯახი. ამ თემასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ სკოლის გარემო და გამომდინარე არის სკოლის ჩემთვის მაგალითად ჩემი სკოლა არის ჩემს მეორე ოჯახი და ჩემი კლასი ასევე სკოლაში, მაგრამ შეიძლება მე რო სხვა სკოლაში ჩემი აზრით სკოლა უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომ ადამიანმა და მოსწავლემ თავი იგრძნოს ოჯახში და სკოლა არ უნდა იყოს მხოლოდ ისეთი დაწესებულება, სადაც მხოლოდ ვალდებულებებზე უნდა ფიქრობდე და ჩემი აზრით თუ გარემო არის ისეთი, რომ შენ თავს გრძნობ შენს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, ამ შემთხვევაში სკოლა არის როგორც შენი მეორე ოჯახი. ვფიქრობ, რომ ზოგი ადამიანისთვის სკოლა ვალდებულება იმიტომ არის, რომ საკუთარ თავს ვერ პოულობენ სკოლაში და საკუთარ თავს კარგად ვერ გამოხატავენ. ასე ვფიქრობ და უსოს ოჯახია იმათთვის ის შესაძლებლობები, რასაც სკოლა იძლევა, ალბათ საკმარისია და თუნდაც მეგობრული ურთიერთობებიც უფრო დიდი რაოდენობით აქვს სკოლაში, ვიდრე სკოლის გარეთ. ვფიქრობ,
ვფიქრობ, რომ ჩემივე მომავლისთვის, ჩემივე სწორი განვითარებისთვის და უფრო მეტი კვალიფიკაციისთვის აქედან წასვლა აუცილებელიც კი არის, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ცოდნას, რასაც საზღვარგარეთ მივიღებ, ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარო და ალბათ თუ მოხდა ისე, რომ მომიწია საქართველოს დატოვება, რაღაც გარკვეული კვალიფიკაციის აღსასამაღლებად, ისევ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები და აქ გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას. ჩემს არც არ გავუკვირდება თუ რომ ყველა ახალგაზრდაც მეჯერ ფიქრობს საქართველოს რადგან თითოეული ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, თუ ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლაზე, მარტო ეგრე უნდა ფიქრობდეს, რომ ისწავლოს, მიიღოს გამოცდილება, მე ჩამოვიდეს და თავის ქვეყანას მოახმაროს ეს ყველაფერი. საქართველოს უნდა გაიზარდოს. საქართველოსთან წასვლაზე არაერთხელ მიფიქრია სწავლის გაგრძელებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით აქორწელებს სწავლს, მაგრამ რა თქმა უნდა, სულ მაქვს იმაზე ფიქრი, რომ უფრო მირჩევნია, რომ საზღვარგარეთ ვისწავლო, რადგან უფრო მეტი შესაძლებლობებია ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობ, რომ სამუდამოდ ვერ წავიდოდი საქართველოსთან, მაგრამ რაღაც ცხოვრების რაღაც ნაწილს საზღვარგარეთ გავატარებ აუცილებლად. ჩემი აზრით, თინეიჯერებში ხშირია რაღაცნაირად მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა და ამას იწვევს ძალიან ბევრი რაღაც ჩვენ გარშემო. სოციალური ქსელები, ოჯახური პრობლემები, მეგობრები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თინეიჯერობის ასაკში, რაც რაღაცნაირად გვინგრევს ჩვენს მენტალურ მდგომარეობას, არის ხიდჩატეხილობა თაობებს შორის, რადგან ხშირ შემთხვევაში უფროსი თაობა, უცროს თაობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ძალიან დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებს ხშირ შემთხვევაში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ალბათ თინეიჯერებისთვის ყველაზე ხშირი პრობლემა არის overthinking, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიქრობენ თინეიჯერები, თუნდაც აბიტურიენტები მომავალზე, რა უნდა გააკეთო მომავალში, სწავლაზე, განათლებაზე, ოჯახზე და ყველა თინეიჯერისთვის რა თქმა უნდა ინდივიდუალურია ეს რა იქნება მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელ რეალობაში ყველაზე დიდი პრობლემა არის მიმღებლობა და საკუთარი თავის გამოხატვა. ყველა რაღაცნაირად ცდილობს, რომ კონკრეტულ ჩარჩოებს და რაღაც ნორმებს მოერგოს და ამის გამო საკუთარ თავს კარგავენ ხოლმე და თუნდაც არის რაღაცა სტრესი ან შფოთვა ან შიში, რომ თუნდაც ჩემი აზრით გამოხატვის გამო ან საკუთარი თავის გამოხატვის გამო საზოგადოება ესეც ვერ მიიღებს როგორიც ხარ და ვფიქრობ, რომ მიმღებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა დღესდღეობით და ასევე მომავალზე ფიქრიც, რადგან 17-18 ასაკში ვალდებული ხარ, ესე ვთქვათ, რომ იცოდე რა გინდა აკეთო მომავალში, რაც რეალურად საერთოდ არ არის საკმარისი ასაკი ჩემი აზრით იმისთვის, რომ იცოდე რის კეთება გინდა მომავალში და ესეც ძალიან წნეხი არის შენთვის, რომ გიწევს რაღაცა მიმართულების არჩევა 18 წლის ასაკში, როცა არ იცი რა აკეთო. როცა ადამიანს არ აინტერესებს სხვა რა სიტყვის შენზე, მხოლოდ თქვენ თავზე. ჩემი აზრით ადამიანი თავის ყველი მაშინერი თუ საკუთარ თავს არ ზღუდავს ვიღაცის ან რაღაცის გამო და შეუძლია მკვეთრად დააფიქსროს საკუთარი აზრი, გააკეთოს ის რაც უნდა და ამით არც ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს და არც სხვას და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ შეგიძლია რომ შენ თავის რეალიზაცია მოახდინო, შენ თავი უფრო მაღლა დააყენო ვიდრე სხვები, უფრო მეტად გრძნობ ამ თავისუფლებას და უფრო მეტად ხარ რაღაცნაირად შენს ტყავში და არ ვფიქრობ იმაზე, რომ აი ამ შენი თავისუფლებით ვინმეს დააზიანებს. ჩემთვის ნამდვილი თავისუფლება ასოცირდება როგორც შინაგან მშვიდობასთან, ასევე მშვიდობიან და სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებასთან, გადაწყვეტილებების მიღების დამოუკიდებლად მიღებაში, ასევე საკუთარი თავის გამოხატვაში ყველანაირი
ზეწოლის და წნეხის და შფოთვის გარეშე და სტრესის გარეშე და ალბათ მაინც ბედნიერებასთან და ჯანმრთელობასთან. თავისუფლება შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირად იგულისხმებოდეს, მაგრამ მე ახლა ამაზე მოკლედ და კონკრეტულად გავცემ პასუხს, ჩემთვის თავისუფლება არის ბედნიერება და სიყვარული.